გამარჯობათ. გამარჯობათ. არა, გამარჯობა. არანაირი თუ. მოკლედ ფილოლოგთან ერთად როცა აკეთებ გადაცემას ეს სულ ეს პრობლემა გვაქვს ხოლმე. პრობლემა რა, კარგია. ძალიან მაგრა ადგილზე მივდივართ, სადაც მე არ ვარ ნამყოფი და ძალიან ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნაკლებად შესწავლილი კი არა, საერთოდ უცნობია, რადგან ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაცია იძებნება. მივდივართ ნახიდურის ქვაბებში, ანუ გამოქვაბულებში და გზად ახლა გავიარე. ვიტყვი რა, ოღონდ ნახიდური არა, თავგურგალა. ხო, ნუ ნახიდურს ეძახიან, რომ ყველაფერი ნახიდურია ამ ადგილზე. მაგრამ ოფიციალურად და ვახუშტის რუკებზე არის როგორც თავგურგალა, ისე აღნიშნული. მაგრამ აქ ისეთ ადგილზე გამოვიარეთ, მე ხო მეგალითებსა და დირქვებზე კივილი მეწყება ხოლმე. მართლა დავიწყე, ამოვბრუნდებით, ცოტა გვიან გაჩვენებთ, აი მეორე სიუჟეტში იქნება, მაგრამ მანამდე სანამ დავიწყებთ გადაცემის გადაღებას და სანამ თქვენ ჩაკეცავთ ვიდეოს, მანამდე ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, მაქსიმალურად ჩაერთეთ, რადგან ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ვიარსებოთ და გვჭირდება თქვენი მინიმალური მხარდაჭერა აი ამ სახით. ძალიან გთხოვთ, აი ახლა სანამ გადავალთ შემდეგ სიუჟეტზე, აუცილებლად გააკეთეთ ეს. წავედით. ხო. ნასახლარებია, გავგიჟდებია. სად? ნახე რა მაგარია, მოდი. ო, აიპი. აი შეხედე, რამხელა ქვებით არის ამოყვანილი კედლები. ოთახი შესასვლელი გამოკვეთილად ჩანს. აი ახლა მივიდეთ. აი აქედან არის შესასვლელი, ნახე? შეხედე, შედიხარ. ქვაბები ზევიდანაც ჩანდა ჩასასვლელი, მაგრამ ეცდებით აქედან ავიდეთ თან დაგვაწვინდა. და გზად ახლა უნდა თქვა ერთი რაღაც. ხო ემოციებით მოვდივართ, ყველაფერი ვერ ჩავიწერეთ. და ეს ქალბატონო სულ ვაიმე, უიმე, აი სულ წივილ-კივილი და ვაიმე რა მაგარიათი იარა მთელი გზა, რადგან აქ რაც ჩანს გზად მარტო ამ ქვაბებზე არაფერს არ ვიძახით. არის მართლა სასწაული და მე როგორც მგონია, ცოტა ესეთი უხეში ისტორიკოსის დაკვირვებით, მგონია რომ დაახლოებით სამშვილდეს მაგონეს ბევრ ამაში ქვითა წყობა ნაგებობების და იგივე პერიოდის უნდა იყოს. აი პრინციპში გზებით სამშვილდისკენ რომ მიდიხარ, უკვე საფეხმავლობილი კი რაც არის. აი ორივე მხრიდან ქვებით ამოშენებული. ზუსტად ისე არის აქ. ხო, დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდის უნდა იყოს. მოკლედ, მაგრამ აი ეს ადგილი, განსხვავებით სამშვილდისგან, რომელიც არც თუ ისე პოპულარულია სამწუხაროდ, საერთოდ რუკაზეც არ არის აღნიშნული, როგორც ეხლა თქვა იდიმენ. ავიდეთ და ნახოთ ახლა შევიხსენოთ უკვე ქვაბებში. გელი. ამ გელი კაცო. ამ გელი და ისე ვაი გელი მოდის და მართლა მოვა მე და კაი წავედი. შემაშინა ახლა თავი შკუით წავედი.
თავგურგალას კლდეში ნაკვეთი კომპლექსი საქართველოს კლდის სოფლების სიაშია შესული. ქვემო ქართლში მსგავსი სოფელი ბევრი გვხვდება. აქ ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი ქვაბოვანი დასახლებაა, რომელიც შუა საუკუნეებში ისევ იქნა გამოყენებული. როგორც აღწერაში წავიკითხეთ, ზოგი ქვაბული ცალკე შესასვლელითაა. ზოგი კი ერთმანეთთან გვირაბებით და შიდა გასასვლელებით არის დაკავშირებული. დრონის კადრებში ვხედავთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოქვაბულს, სადაც აშკარად ჩანს მისი ხელოვნურად გაფართოვების კვალი. სამწუხაროდ აღჭურვილობის გარეშე ვერცერთ გამოქვაბულში ვერ მოვხდით, ამიტომ მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ. რა გჭირს? აი მე წელი მტკივა ძალიან. იმიტომ რომ აქ რაც ბილიკებიც არის თხების, ცხრების და ძროხების გაჭრილი და შესაბამისად მაგაც ზომაზეა. მთელი გზა ასე მოვდივარ. შეიძლება ვთქვათ, რომ რამოდენიმე 1000 წლის გზაზეც კი მოვდივარ. ზეღან ირინემ წელი რომ მოწყდა. ჩვენ მაინც მოკლე გზებით ვიარეთ, თორე აი ამას რომ გაყვეთ, ნელ-ნელა ჩადის ველზე, რომელიც არის მდინარე ხრამის პირას და შემდეგ შეგიძლიათ მიხვიდეთ გამოქვაბულებთან, მაგრამ ახლა სადაც მოვედით, ეს არის ალბათ ჩემთვის დღევანდელი დღის თავარი მომენტი და ახლა ყველაფერს გაჩვენებთ ნელ-ნელა. კაია, ცივია. ისეთი ცივი არ არის, როგორცაც მოვოდი. ემრიელა. დავუბრუნდით იმ ადგილს, რომელსაც წეღან ჩავუქროლეთ და შეგვპირდით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ადგილს ქვია ცილას ნასოფლარი და არა ანდრიას ნასოფლარი. და ვახუშტის რუკების მიხედვით მე-9 საუკუნეში ეს სოფელი უკვე არსებობდა. საკმაოდ ისეთი სტრატეგიულად კარგი ადგილი აქვთ შერჩეული, რაღაცნაირი ჩაკეტილი ხეობა არის აქ. წყალიც ჩამოდის, როგორც ჩანს, იყო გაკეთებული ცხოველებისთვის წყლის დასალევი ადგილი და კი გამორჩეული შენობა, რომელიც არის საკმაოდ კარგად შემორჩენილი, ეს არის ეკვდერი. ეკვდერი იმით გამოირჩევა, ასე ვთქვათ, სუფთა სალოცავისგან, რომ ეკვდერში თან არის სალოცავიც და საძვალეც, რომელიც, არ ვიცი, წეღან რომ ჩავიხედეთ, ისეთი საოცრება იყო. აი მე კიდე აღარ წავიქეცე. აი ეს არის როგორ კარგად გამოთლილი, ნახე, ჩამჯდარი ერთმანეთში გრანიტის ფილები. ეს შემოსილი არის ფილებით. აი ქვემოთ არის, შენი აზრით შემიძლია ჩასვლა შიგნით? როგორ ფიქრობ? მე მგონი არა. და ხომ გელი რო გამოვარდეს მართლა. ხალარი მაგ ჩანთაში და აუ იქით აშკარად გვირაბი გადიოდა ალექს, აბა ჩამოდი აქ. ნელ-ნელა ჩამოდი. არა, ჩამოდი, საკმარისია ეს.
ან რა ვიცი, ან შავი არქეოლოგიით იყო ვინმე დაკავებული. ნახე? შიგნით არის კიდე რამე? აი გრძელდება, რაც ჩანს 1 მეტრით გრძელდება და იქით აღარ ვიცი. არა, გამოუცხო, შეიძლება რაღაც იყო აქ, სანამ აშენდებოდა ეკვდები. საკმაოდ საინტერესო დასახლებაა. აქ ჩანს კიდევ ერთი ეკლესია, კი აშკარად ეკლესია. ნახე, როგორი საყვარელია აქედან. მოიცა? აი ესეც ნახე, რამხელა ფილაა. როგორი სიმეტრიის, არ არის ესეც ეს უკვე ეკლესიის შესასვლელი იყო. თითი არ არის დაკარებული. როგორ კარგად ჩანს, ნახეთ. ახლა შევიდეთ შიგნით ეკლესიაში. სახურავი ჩამონგრეული აქვს. კლასიკური დარბაზული ეკლესია. აი, რასაც ახლა ხედავთ, აქეთ არის საკურთხეველი. არ ვიცი, კვალი მხატვრობისაც არ ჩანს. ნაშენია ადგილობრივი ქვებით და სტილი ძალიან გავს ადრეშუა საუკუნეების. მე მგონია, რომ მაინც თუ ავიღებთ იმას, რომ ცივილიზაციურად და ზოგადად პოლიტიკური განვითარების კუთხით ამ ხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ეპოქა მე-19-მე-11 საუკუნეების, სავარაუდოდ ამ პერიოდში უნდა იყოს ეს ეკლესია წაგებული. ალექს, ნახე კიდევ რა გაჩვენა. მოდი. სადღაც აქ იყო, სად წავიდა? აქ იყო სადღაც. წაიღეს? რა? მოიცადე, უნდა ვიპოვო და გაჩვენო. აი, აგერ არის, მოდი. ნახე რა, მაგარი ნახატია. მოდი. შეხედე თან, ძალიან უცნაურია. ნახე. ერთი ადამიანი ასეა, ნახე, თავი, ხელები. აქ არის დოქი. და მეორე ადამიანი არის თავი აქეთ აქვს, შეხედე? და ტანი იქით. დაინახე? და ხელშიც ისევ დოქი უჭირავს, ნახე? აი, ცოტაი. შეხედე? ალბათ ჭდილში უფრო კარგად გამოჩნდება. ნახე რა უცნაურია. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებით რომ არის ეს ხალხი აქ დახატული თუ ამოტვიფრული, რა საინტერესოა და ორი დოქი. შეიძლება ძალიან ბევრისთვის ეს არის უბრალოდ ქვების გროვა. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, რადგან ეს ქვები ერთმანეთზე არის დაწყობილი და აქ არის ციხე და ეს ციხე ზუსტად იქითა ნაწილი განსაკუთრებით და სადაც ახლა ირინე დგას და იღებს ძალიან გავს. აი პირდაპირ აი შეიძლება დეჟავუსავით მაქვს შაორის და აბულის ციხის წვობს, როცა არის თქვათ ერთი ცენტრალური აი ესე მშრალი წყობით დიდი ქვებით ნაგები გალავანი და გვერდზე პატარა ოთახები. როგორც ჩანს ეს ქცილა საკმაოდ დიდი დასახლება იყო, რაც წეღან თქვა ირინემ, ქვევითა ნაწილი რაც წეღან გამოქვაბულების გზაზე რომ ნახეთ, ალბათ ის უფრო იყო საყოფაცხოვრებო, უფრო ასე ვთქვათ, ხალხისთვის ეს უკვე იყო თავდაცვითი და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ აქ აშკარად ჩანს კვალი, როგორც ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის დროინდელი მეგალითური კულტურის აშკარა კვალი და შემდგომში უკვე მე-9, მე-10, მე-11 საუკუნეების, ვაი, ახლა ძალიან ბევრი ვიქნიე ხელი, მაგრამ დიდ ესეთი რაღაცები მჭირს ხოლმე, როდესაც უყურებ აი ესე გენიალურ უზარმაზარ ციკლოპურ ნაგებობებს ვეძახით ქართველები ესეთებს ხოლმე. უბრალოდ ეს ნაკლებად არის გამოკვლეული და ზოგადად მათი დანიშნულება და ფუნქცია ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. უბრალოდ ეს თემა არის ის, სადაც ძალიან ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ სამუშაო ქართველებს და ქართულ მეცნიერებს. ბატონო ალექსანდრე, რა სიტყვით დღევანდელ დღეზე? მოგე დაგიკავებია ჯადოქარივით ეგ ჯოხი და გონია რომ მაგრამ ისეთ მისტიკურ ადგილზე ვარ, აი ეს ინსპირაცია ეს ეგრევე მაშინვე მოვიდა რა და დღევანდელ დღეს გავაწყვეტ რომ აქ დავამთავროთ. კიდე გქონდა რაღაცები გეგმაში, მაგრამ იმდენად ემოციურად დავიტვირთეთ ამ სანახაობით
არ ვიცი რამდენად შევძლებთ გადმოცემა. არ ვიცი რამდენად თქვენამდე ეს მოვიტანეთ, მაგრამ დამერწმუნეთ ემოციურ დონეზე იყო სასწაულია ეს ქვები, ეს მეგალითური თემა, ეს შუა საუკუნეების ეს გამოქვაბულები ამოუწურავია და აი ახლა ვინც ახალ უყურებ და უკვე მოიწონე ვიდეო და გააზიარე ან დააკომენტარე, ან გამოიწერე არხი, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რადგან ეს დაგვეხმარება, რომ გადავიღოთ კიდევ უფრო მეტი, რადგან საქართველოს რომ ნახო, ამდენი ხანი ხო დავდივართ და მე მგონი 10 სიცოცხლე არ გვეყოფა იმისთვის, რომ ყველაფერი გადავიღოთ და გაჩვენოთ. ერთს დავამატებ, 10 სიცოცხლე კი, მაგრამ რუკაზე ბრმად რომ მიუთითოთ და რამე წერტილი დასვათ, აი ნებისმიერ მიმართულებით, ნებისმიერ ადგილას აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს, რომელიც შეიძლება ადგილობრივებმაც არ იცოდნენ და რუკაზეც არ იყოს დატანილი. შეიძლება, მე მგონი კარგი იდეა. გავაკეთოთ ხო ეგრე ერთად. ახლას მონტავრად მოსული იდეა, მოკლედ ასე გავაკეთოთ. ნებისმიერ თქვენგანი, ან შეიძლება იყოს ჩვენი ნაცნობით, უბრალოდ რუკას დაადეთ ხელი და თუ მისვლადია ფიზიკურად ეს ადგილი, პრინციპში მისვლადი იქნება 5-10 კილომეტრის რადიუსში, აი გარანტიას გაძლევთ, რომ იქნება აუცილებლად ძალიან ბევრი რამ გადასაღები. ისე ამ ჯოხის დარტყმით რომ გავქრეთ ახლა? ან ასე. მოდი აბა. მიდი. ჯოხი, ჯოხი. მართლა გაქრა. აბა მეც თუ გავქრები. სად მინდა რომ გავქრე?